მოვით გარესჯას უდაბნოდან. ესე იგი, ბოლო რამოდენიმე ვიდეომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, ყურადღება და კრიტიკაც იყო მოკლედ და ესე იგი, პირველი ენძელა დავინახე, უნდა აღვნიშნო აუცილებლად. წელს ეს პირველი ენძელა. ხო და კრიტიკაც იყო, უფრო დადებითი გამოხმაურება იყო. და ასევე იყო ქალბატონებისგან, რომ რაღაც ქალების მისამართი უფრო მეტი კრიტიკა არისო და კაცებზე რატო არაფერს არ ამბობო და ეხლა მინდა ჩავწერო ზუსტად ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მართალი არის, რომ კაცებს ძალიან დიდი ნეგატიური წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ქართული ოჯახები რაღაცნაირად გრევის პირას არის და არც გამრავლება ხდება და დაიკარგა ის ტრადიციები. საიდან მინდა დავიწყო? პირველ რიგში, ოჯახი, რა თქმა უნდა, ურთიერთნდობაზე არის, ხო, დამყარებული და ნახეთ როგორი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა საქართველოში, რომ კაცს ახლა საყვარელი თუ არ აყავს, ქალებში თუ არ დაძვრება, რაღაცა ისევ, არ ვიცი, ყველასთვის არა, მადლობა ღმერთს, რომ არიან ისეთებიც, რომ მართლა ოჯახის ერთგულები არიან და ერთმა ყველას გაუმარჯოს ესეთ მამაკაც, მაგრამ ალბათ 50% და უფრო მეტიც ისეთია, რომ ახლა საყვარელი მყავს და რაღაც თავს იწონებენ. მე მგონი ალექსანდრე დიუმა იყო თუ ვეღაც მოგზაური, მე მგონი ფრანგი რომელიღაც ალექსანდრე დიუმა იყო. დიდი ალბათობით ალექსანდრე დიუმა ამბობს ესეთ რაღაცას, რომ გადმოცემით არის ეს თუ წერილობით ამასაც ვერ ვიხსენებ, რომ ეს ქართველი მამაკაცი ძალიან უცნაურები არიან, ქართველი კაცები ცოტა ინფანტილურებიც არიან. ყველასო რატომღაცო ღირსებად მიაჩნიაო, რომ ოჯახის სიწმინდესო ძალიან მაღლა აყენებენო, მაგრამ ისიც ღირსებად მიაჩნიათო, რომ საყვარელი ყავდესო. ყველასო რაღაცა საყვარელი ყავს, ეტყობა იქ სუფრაზე, ხო, დალევა უყვარდა დიუმას რა. ახლა ფრანგი იყო და იქ სუფრაზე ეტყობა რაღაცა წაიტრიპაჩეს, რომ ეს საყვარელი მყავს და მაშინაც კი იყო, წარმოიდგინეთ, ეს მანკიერი, ეს ამორალური, რა ვიცი, ამაზრზენი ტრადიციაც არ ქვია ამას, რაღაცა ჩვევა თუ შეხედულება ინდაურული. ხო და ესეთი როგორ არიანო, ესეთი ინფანტილურებიო, რომ ახლა თვითონ რომ ვეღაცის ცოლი ყავსო, ან არ ვიცი, საყვარელი ყავსო, ესე როგორ გამოვა ახლა რაღაცა თქვათ ავიღოს 500,000 კაციაო და ყველა საყვარელი ყავსო და ყველას ერთი ქალი ყავთ თუ როგორ არის გამბავიო რა, ცოტა ეს არითმეტიკაში მოიკოჭლებენ, მოკლედ გავანებოთ ამას თავი. რა ხდება? ქალს მართლაც ესე არის, რომ ფსიქოლოგებიც იძახიან, ყველა იძახის, რომ ქალს ინტუიცია აქვს ძალიან მაღალი. და ეხლა ხდება ინტუიციურად, რომ ეს თავისი ქმარი კი რაღაცა ოჯახურ სიტუაციაში აგერ ყველაფერი, მაგრამ მაინც რაღაცას გრძნობს ქვეცნობიერად და შფოთვა ეწყება. უნდობლობა უჩნდება, იმიტომ რომ გრძნობს, რომ ეს მისი ქმარი ზუსტად ამ რაღაცა მახინჯი, რა ვიცი, დეგრადირებული შეხედულების ტყვეობაშია, რომ შეყვარებული და ქალებში უნდა გაიაროს და ესე შემდეგ. და ასეთი ქალის შესაბამისად მართლაც როგორ გვინდა მოსთხოვო ახლა ესეთ ქალს, რომ გააჩინე შვილები. ხედავს, რომ თავისი ქმარი რაღაცა ვერ გამოაპარებ ქალს რა, იქით გაიხედა რაღაცა, მოკლეკაბიანს გახედა, გამოხედა. კაცისთვის ეს ახლა კაცისთვისაც კი რთულია, რომ წარმოიდგინეთ შენი ცოლი რაღაცა ცოტა ისეთ ტანწერწეტა კაცს გახედა, რა ვიცი, სიმპათიურ მამაკაცს გახედა რა. სხვა კაცისკენ გაიხედა, არა, მნიშვნელობა გინდა ღიპიანი იყოს. ხო, ცუდად მოქმედებს და ქალისთვის ეს უფრო მძიმე გადასატანია, იმიტომ რომ ზოგადად კაცი უფრო რაღაცა შინაარს აქცევს ყურადღებას. ქალი უფრო ფორმას, იმიტომ რომ ქალები უფრო რაღაცა გარეგნობაზე ფიქრობენ და უფრო ესთეტიური რაღაც განცდის მომენტი, ქალი უფრო ლამაზია, ეს ნახე,
შეხედავ რაღაცას შეიძლება ყურადღებაც არ მაქვს და ქალი ნახე რა ლამაზია, ყვავილი უყვარს. და ამ დროს შენ სხვა ქალისკენ იყურები. ეს საშინელებაა ქალისთვის და როგორ გინდა ახლა კიდევ ერთხელ ქალი დაждდეს და აჩინოს შვილები და თან როგორი ის არის ხო შენ უყურებ რაღაცა იქ გამხდარი ლამაზი ესეთ ქალებს შეხედავ და ამ დროს ის უნდა დაორსულდეს და ფორმა დაკარგოს და ეს არ უნდა ქას ქვეცნობიერად. ანუ ერთ-ერთ ვიდეოში ვიძახი რომ ქალებს მეთქი არ უნდათ ფორმა დაკარგონ და შვილს ზოგი იმის გამო არაჩენს. ხშირად მამაკაცია დამნაშავე, იმიტომ რომ რაღაცა ნამიოკიც კი აი ძალიან მცირე ნამიოკიც რო ვიღაცას ლამაზი არ ვიცი მუცელი აქვს, ფეხი აქვს თუ მკერდი, ეს საშინლად მოქმედებს ქალზე და ეხლა ფიქრობს რომ გავაჩინო ეხლა ეს ეხლა ჩემი ქმარი ისედაც ესე არის და მე საერთოდ ზედარ შემოხედავს. მიხვდით რაში ანუ კაცს უნდა კონდეს ის ამასთან ვერ იმსახიობებ რა ისეთი რაღაცა ქალს ვერ გამოაპარებ რომ შენ მსახიობ მართლა უნდა გიყვარდეს და მართლა მეოჯახე იყო და ამისთვის რა არის საჭირო? უნდა რწმენა კონდეს. რწმენის გარეშე ხო რაღაცა აი შენივე დაგინებულის გამო რომ მოდი ესე გავაკეთებ არ გამოვა რაღაცა მარადიული ღირებულებები უნდა კონდეს აი სამშობლო რომ ეს ჩემი ცოლი კაცო სამშობლოსთვის აჩენს ამ შვილს ანუ ქალი ეს ის კი არ არის რომ რაღაცა დაკმაყოფილება მივიღო არა ეს ქალი არის რაღაცა როგორც გაგება იყო მართლა მამულსა უზრდი და შვილსაო ეს ჩემი ცოლი კაცო მამულს უზრდის შვილს ეს გაგება უნდა კონდეს აი ვეფხისტყაოსანი გამახსენდა უცებ თავი გული ერთსა დააჯეროსო კაცო ის რომ მოიყვან აბა სულ ესეთი ხო არ იქნება ან გასუქდება ახლა 1 2 3 4 და 5 და რაც უფრო მეც გააჩენს უფრო დაკარგავს ფორმას მაგრამ შენ თუ ამ ფორმის იქით შინაარს დაინახავ პირიქით უფრო შეგიყვარდება ხო ამაში არის საქმე რომ უნდა დააჯერო შენს მეუღლეს ანუ კაცებზე ვსაუბრობ ხო რომ შენ არ დარბიხარ არ ახარ ესე ენა გადმოგდებული იმიტომ რომ მე რა ხდება ახლა ერთი ნიუანსი ძალიან საინტერესო ნიუანსი არის რა მართლა მე შევამჩნიე და აი თქვენც დააკომენტარეთ არ ვიცი თუ ვცდები ეგეც მითხარით ეს ქალი ბევრი ქალი იმის გამო რომ დაინახა რომ ახლა თავისი ქმარი რაღაც მოკლეკაბიანს უყურებს რატო შემოვიდა ეს მოდა რომ აი ბოზივითაცვია ყველას ხო თითქმის უმრავლესობას ბოზივითაცვია ხა ჩემ დროს ჩემ ახალგაზრდობაში აი პატარა ბიჭი რო ვიყავი ალბათ არ ვიცი 12, 13, 14 წლის ღლაპი რო ვიყავი ახლა რო აცვიათ ქალებს გამომწვევად ხო ასე მხოლოდ ბოზებს ეცვათ რა რომ გავივლიდი ახლა სადღაცა იქ ცირკთან გაივლიდი და მიწევდა ხოლმე დავდი ბავშვი ვიყავი მაშინ ახლა ქალებს არ დავდებდი მაგრამ მოძრაობდი ახლა ცირკში შევიდოდი ან არ ვიცი კარუსელებზე რაღაც დავინახავ მარტო ბოზებს ეცვათ ესე ანუ რა მოხდა ამ ქალმა დაინახა საწყალმა რომ ეს თავისი ასეთი კაცი ნაძირალა არის ნაძირალა იმიტომ რომ სამშობლოს ღალატი არის მარტო ცოლის ღალატი კი არ არის ანუ ხო ვილაპარაკეთ რომ ანუ ცოლს როცა დაანახებ რომ შენ რაღაცა ესეთი ქალი მოგწონს ბოზი ქალი მოგწონს რომელიც შვილს არ აჩენს და ანუ ესეთ ხორცს მისდევ ვის აღარ აჩენს ხო ანუ ნაძირალა მოდი შევთანხმდით კაცი რომელიც ცოლს ოჯახს ღალატობს ნაძირალა ხო და დაინახა რომ ეს შუბელძაღლი ნახე ესე ტანწერწეტა ეს გამხდარი და ამანაც ნახე რა ხდება ავტომატურად და მოდი მეც ესე ჩავიცვა ხა შეხედა მეც ხა არა მაქვს იმაზე ნაკლები ფეხი არა მაქვს მოდი მეც ჩავიცვა და ბევრმა ქალმა მაგის გამო ჩაიცვა ბოზივით ან ბოზივით ჩაიცვა ძალიან წესიერმა ქალმა უწესიერესმა ქალებმაც ბოზივით ჩაიცვეს რომ მოდი იქნება ამ ჩემ ქმარს მოვეწონო არ შეცდომაა გასაგებია მაგრამ ეს კაცისგან მოდის ეს ამის ასე პროვოცირება კაცმა გამოახდინა ამის ჩაიცვა ამ საწყალმა და მე ბევრი ყველა არა რა თქმა უნდა ზოგიერთი უბრალოდ ბევრი შეიძლება არა ზოგიერთი მართლა გაბოზდა
იმიტომ რომ თავის ქმარმა მაინც არ შეხედა, იმიტომ რომ არ ვიცი, აი გვერდზე რო შინაურ ღმდელსო შენდობა არ აქვს და თურაშაულის პატრონიო ტყეში ეძებდა პანტასაო, ეგ მომენტიც არის. მაინც არ შეხედა, მაგრამ სამაგიეროდ სხვა კაცმა შეხედა. აგერ ვიღაცა სიტყვაზე მეზობლის კაცო, ახლა რა მაგარი არის და დაიწყო მე რაღაცა არ ვიცი, კომპლიმენტით იწყება, ნუ აღარ მოუყვები ამას, როგორ იწყება? გაბოზდა ის საწყალი. და რო გაბოზდა, მე ამან ეს თვითონ რო დარბოდა თქვა სხვა ქალებში, ამან გააგდო, გაშორდა ამ ქალს, რომელიც ფაქტიურად თავისი ნაძირალობის გამო გაბოზდა. აი ბევრი ესეთი შემთხვევა არის. ხო და რას მოვაყოლე? ქალიც ექცევა ამ ადვილად ექცევა მამაკაცის ზეგავლენის ქვეშ. ანუ ქალი უფრო ადვილად ექცევა რაღაც მომენტში ზეგავლენის ქვეშ ვიდრე კაცი. ხო ვილაპარაკეთ, ახლა კაცს რო უთხარ რომ უშნო ხარ, ვაფშე ფეხებზე კიდე, იმიტომ რომ ის თავის თავში რაღაც უფრო სხვა შინაარსზე არის ორიენტირებული. ხო, ნუ ეს ცალკე საკითხია, ცალკე რთული საკითხია, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს მამაკაცს რა. როცა მამაკაცი არ არის ერთგული, ცოლის, შვილების, ოჯახის ერთგული და ქალში არ ხედავს იმ თავისი სამშობლოს მომავალს, სამშობლოსთვის შვილის აღზრდელს, აი მაშინ იღუპება ის ოჯახი. ახლა ესეც არის კი ბატონო, რომ ზოგიერთი ქალი მართლა ბევრს ითხოვს კაცისგან და ნუ ღალატზე ვილაპარაკეთ, არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება ეგ ძმაკაცებთანაც კი არ გაუშვას. ეგ ცალკე საკითხია, მოუკრეფავში არ უნდა გადავიდეს ქალი, იმიტომ რომ კაცი ისეთი არსებაა, რომ ცოტა სხვა ფსიქიკის არის და გასვლა უნდა, რაღაც ეს მომენტი უნდა ქონდეს, ანუ გავიდეს იქ, არის შეიძლება ინადიროს, მაკაცებთან გავიდეს. მაგრამ რას ვიძახი? სანამ ამას გააკეთებს, ქალს უნდა შეუქმნას ის. რეალურად უნდა იყოს ისეთი, რომ ეს ქალი დარწმუნებული იყოს, რომ ეს სადაც არ უნდა წავიდეს, არ უღალატებს. ანუ ოჯახის ერთგული იქნება. აი კაცის მთავარი ამოცანა ეს არის. და მე რა თქმა უნდა იზრუნოს ახლა იქ შემოტანაზე და იქ შეუძლებელი ხა მაღაზია აღარ დავიწყო, რომ კაცი უნდა იყოს შემომტანი და ავიცი პირველ რიგში ოჯახი უნდა დააყენოს. იმიტომ რომ ოჯახი და სამშობლო კავშირში არის. არ იქნება ძლიერი ოჯახები და მრავალშვილიანი, არ იქნება სამშობლო. ამის გამო უნდა გადადოს, კი ბატონო, ხანდახან ესეც უნდა გადადოს, ძმაკაცებიც გადადოს და ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ოჯახზე ცოლზე კი არ არის. ანუ ცოლის გამო კი არ აკეთებ ამას. იმიტომ აკეთებ, რომ შენ სამშობლო გიყვარს და შორეულ პერსპექტივაში ხვდები, რომ მე რო თქვათ ჩემს რაღაც кейფზე, კი ბატონო, შეიძლება უწყინარი იყოს, ახლა არც ქალები იყოს შუაში არაფერი, მაგრამ მე რო ამაზე უარს მომეს ჩემის სამშობლოსთვის, იქნება კარგი. ეს უნდა კონდეს რა, მოკლედ რთული საკითხი არის. ანუ კაცის გადასახედიდან ქალსაც რა თქმა უნდა მოეთხოვება. ეხლა ალბათ ქალებმა უფრო კარგად იციან, როგორ უნდა ანუ მოიქცნენ ისე, რომ კაცსაც მართლა ისი არ გააკეთონ, რომ სახლში მისვლა არ უნდოდეს, ეხლა მაგრამ არ უნდა კაი კაცი იყოს, ეხლა თუ არ ვიცი იქ ტვინს გაუბურღავ და რაღაცა ჯოჯოხეთად გადაუცებ ცხოვრებას, არ მოუნდება სახლში მისვლა, ეგეც რთული საკითხია, მოკლედ ძალიან მარტივად ვიძახი, ძალიან ზედაპირულად. ძალიან გრძელი ვიდეო რო არ გამოვიდეს, მოკლედ დავამთავრებ ხა ამ ამბავს. აი ეს პლუს მინუს ესე არის ეს ამბავი. იქ ახლა დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, გადახვევები, გამონაკლისები, რაღაცა ესე იტყვის, ზოგი იმას დაამატებს, კი ბატონო, დაამატეთ, აგერ რა ვიცი, დააკომენტარეთ, მაგრამ ძირითადი იწილო ეს არის. ჩემი გამოცდილებით და ჩემი შეხედულებით.